აი ხა თქვენ ლაპარაკობდით პოლიციის მიმართ ძალადობაზე და ერთ-ერთი პიროვნება არის იქ დაპატიმრებული და რომელმაც აი ხა კადრებში ნახავ თქვენ როგორ იძალა და მან პოლიციელზე რა ეს არ ვიცი აი ეს რო გაეკეთებინა ამერიკაში ვინმეს ადგილზე დახრეტდნენ აი ადგილზე დახრეტდნენ პოლიტპატიმარი ხო პოლიტპატიმარი აი მანახოთ ეხლა ხო აი ეს პიროვნება მეგობრებო მანახო აი ეს პიროვნება გამოაცხადეს პოლიტპატიმრად და რატო გაამკაცრეთო სანქციებიო პოლიციელების მიმართ ჩადენილ ძალადობაზე გესმით თქვენ ხალხო ესე იგი პოლიციელებს უნდა ურტყან და ამას უნდა და ეს თრიალეთის კოდალა ესა გამოვიდა იმ დღეს და ესე იგი აი რეები ლაპარაკა აი ეს კაცი რატო არ ზის სიღეში კიდე ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი აი ნახეთ ეხა როგორ აფასებს აი ამ ცვლილებებს საკანონმდებლოს აი მოусმინოთ მაგარი სტატუსი დაწერა ზურამ დღეს Facebook-ში თმენის ვალდებულება რა არის რომ შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ და საჯარო პირი ხარ ხო უნდა მოითმინო და ანუ თუ თმენის ვალდებულება აღარ ექნებათ რომ თუ შეგაგინებენ აღარ არის ვალდებული რომ მოითმინოს აბა ისი თმენის ვალდებულება დაგჭათ ფისი-ფისისო ნახე და ძალიან მომეც მაგარი სტატუსი აი მართლა ეს ფისი მან მოიტანა რა ქვია თეატრ ლუკიანმა რო უთხრა იმ ჟურნალისტს წადი შვილო მართლა ფისი ქენი მართლა მაგრამ შენ ბოდიში და იცით რა არის თქვენ მართლა გადასაყენებლები ხართ რა სერიოზულად უკვე რა მაგის თავიც არა გაქვთ არაფერი თქვენ თავი არა გაქვთ ეს არის არაკაცი ეს ამას კაცობაზე რო შეიძლება პრეტენზია კაცი მივარდა აი კაცობაშიც ვაშკაცობაშიც თუ ჩხუბი არის ესე კი უნდა მივარდე რაც ამან პარლამენტში იკადრა და დინარაძეს დაარტყა მივიდა კაცი სიტყვით გამოდიოდა ესე მუხანათურად დაარტყა მერე იქ მიმასთან პოლიციასთან ეხა გამოდის და ესე იგი თურმე რაღაც თმენის ვალდებულება არისო ეგო თუ არ იმას ვქენთ ესე იგი ამათმა უნდა გაულაწუნონ ვიღაცას გამოულაწუნონ იქ ვიღაცა უცხოეთში რო იქნება უნდა აგინონ და ეს უნდა ითმინო აბა შენ როგორ გინდა ხელისუფლება თუ ხარ უნდა ითმინო კი არა მართლა უნდა ეხა აი ბელორუსზე რო ლაპარაკობთ ხო აი ეგ რო ბელორუსში ვინმე გააკეთოს დედაბუდიანა გაგასახლებენ იმ ქვეყნიდან რა დედაბუდიანა რა და იმიტომაც არის წესრიგი დამყარებული ქვეყანაში აი ესეთი არაკაც რა უნდა იმაში და მე გიждები ხა აი რატო შეიძლება რა როგორ შეიძლება ეს კაცი დაჭერილი არ იყოს ა ჯერ იმ ალიევი იმაზე კაცო ის რო არის ბაბაევზე ალი ბაბაევზე ხო იძალა და იმ კაცზე მე დინარაძეს რატო არის ეს კაცი გარეთ ვერ ხვდები მე ნუ ეხა გარეთ გირაუთია ეგრე რა მნიშვნელობა აქვს რატო გირაუ რატო შეუფარდეს რომ აგძელებს თავის საქმიანობას იგივეს